მეგობრებო, სტამბოლში ვართ, ახლა შემოვედით. ეს არის ოსმალეთის დროინდელი საფლავები, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის გამოხატული, გამორჩეული და მათ შორის აქ არიან ქართველი წარმომავლობის პირებიც დაკრძალული და ყველა რაღაცით განირჩევა, ამას უფრო კარგად ისტორიკოსები განმარტავენ, მაგრამ მე დაგათვალიერებინებთ თურქულ-ოსმალური წარწერებით არის შემკობილი ეს საფლავები. რომელია? 1333 წლის თარიღდება. აგერ 1359 წელი, 1334 წელი. ანუ ეს არის ისლამური კალენდრით დათარიღებული საფლავები. ორნამენტებით განსხვავდება, რა თქმა უნდა, ეს საფლავები ერთმანეთისგან და ვინც იცის ამის მნიშვნელობა, ისინი, რა თქმა უნდა, მკვლევარები და ისტორიკოსები უკეთესად წაიკითხავენ და განარჩევენ აი ამ ორნამენტების მიხედვით, თუ რომელ ეროვნებას ეკუთვნის ესა თუ ის საფლავი, რომელი ეროვნების წარმომადგენელს უბრალოდ და რომელი თანამდებობის პირს, ასე რომ ვთქვათ. მე ხლა მინდა მიგიყვანოთ და გააჩვენოთ საფლავი, რომელიც ვაზის მტევნებით არის შემკობილი. აქ ქალის და კაცის საფლავიც არის განსხვავებული. და აი ესეთი გვირგვინებით ნახეთ საფლავები, რომელსაც ადგას აი ესეთი გვირგვინები. აი ესეთი გვირგვინები თურმე ყოფილა ქალბატონების საფლავი. ახლა მე მინდა გაჩვენოთ, ნახეთ აი ვაზის მტევნების გამოსახულებით. ეს მიუნიშნებს იმას, რომ ვაზის ქვეყანა საქართველოა და ქართული წარმომავლობის შესაძლოა ყოფილიყო აი აქ დასაფლავებული პირი, ქალბატონი ამ შემთხვევაში. აი წარწერა აქვს ასეთი: ჰაზინედარ მუსტასი ფერაჰიმა ქადინ ქალბატონი არის 1287 წლით თარიღდება. აი ეს გახლავთ საფლავი, რომელსაც განისვენებს ჰასან ფეხმი 1874-1909 წელი. და რა წერია ბატონო ხან? პრესის თავისუფლებისთვის დაღუპული არის, ხო? დაღუპული პირველი იმ გალათახიდი რომანის დაბლა ისპანიცით. იქო პირველი თავისუფლებისთვის, პრესის თავისუფლების პირველი მსხვერპლია, რისხვიცერია ექროდის. კი ბატონო წერია. აი ამ პიროვნების არის ეს საფლავი. ბანკას სახელიანი ბანკის ადმინისტრატორი ყოფილა 1925 წელს. ნუ ის ნიშნავს მილადი ნიშნავს ანუ ახლანდელი თარიღი. მე აბულაზის სულთან აბულაზის ჰანინ თორუნუ. აბულაზის ინ თორუნ. თორუნ შვილიშვილია. თორუნი შვილიშვილია და შეჰზადე ანუ აბულაზის ანუ შეჰზადე ნიშნავს მისი მათი ის ბავშვი მეფეების და სეიდი აბდულაზის
აბდულაზიზ მეფეა. აბდულაზიზ ხან მეფეა. აბდულაზიზ სახელობის მეფეს შვილი შეჰზადე, ანუ პატარა თქვა ახლა მითი შუამომავალი სეიფედდინ ოსმანოღლუს ქალიშვილი ყოფილა. ქიზი. ბესტეკარი ყოფილა. ბესტეკარი ის არის. ანუ მუსიკოსი. მუსიკოსი ყოფილა და კი. ფატმა ჯევჰერი. აჰა. ისლამი. 1904-1980 წელს. მოკლედ მეგობრებო, როგორც გითხარით, ვართ ესე იგი ოსმალეთის დროს გაკეთებულ საფლავებზე. აქ ეს უკვე რა თქმა უნდა ტურისტულ ადგილად არის გადაქცეული და აქ არის ძალიან ბევრი ქართველი წარმომავლობის პირი, რა თქმა უნდა, ისტორიულად ვიცით თუ რამხელა როლი ქონდა მაშინ ქართველ პირებს აქ ოსმალეთის დროს.